არასამთავრობო ორგანიზაციამ გზა აფხაზეთისკენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. როგორც კახა შამათავამ განმარტა, ამ აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მთავრობისთვის, რომ დევნილთა საზოგადოება თვალყურს ადევნებს ამ რეფორმის მსვლელობას. დღევანდელი შეკრების მიზანი იყო შეგვეხსენებინა დევნილთა სამინისტროსათვის, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ რეფორმის მსვლელობას, ჩვენ დევნილ საზოგადოებას მიგვაჩნია, რომ რეფორმის მიმდინარეობა არის არასწორი, ის არ არის არც კარგად გააზრებული, არც ფისკალურად კარგად დათვლილი. ეს რეფორმა მოიტანს იმას, რომ ნელ-ნელა ადამიანებს დაეკარგება რეგისტრაციის გავლის მოტივაცია. აღნიშნეთ კიდეც, თუ ადამიანს მოეხსნება 45 ლარი, მას შეიძლება გაუჭირდეს ჩამოსვლა და რეგისტრაციის გავლა. ავტომატურად წლების განმავლობაში ეს პროცესი მიიღებს კლებადობის სახეს და საბოლოოდ, როდესაც ქვეყანას არ ეყოლება დევნილი, ესე იგი არ ექნება ტერიტორიული პრობლემას. დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი. ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას განზრახული აქვს ბატონ სუბარის თამადობით რაღაცა გაუგებარი რეფორმირება და გაუგებარი ცვლილებები, რომელიც ეხება დევნილებს, მათ სტატუსს, მათ შემწეობას. ის ტექსტი, რაც ჩვენ ვნახეთ და გავიცანით, პირველად ტექსტი არის აღმაშფოთებელი. თავი რომ დავანებოთ შემწეობას და 45 ლარს, ეს ნაკლებად არის საგანგაშო, თუმცა აქაც არასწორია ეს რეფორმა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს რეფორმა არის ძალიან მავნე და ძალიან სახიფათო. როგორც სამინისტროში განმარტავენ, შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მოგახსენებთ, დევნილი შემწეობის რეფორმასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა, საუბარი, თუმცა კონკრეტული დოკუმენტი თუ რა სახით იქნება ეს რეფორმა განხორციელებული, სამინისტროს ესეთი საბოლოო დოკუმენტი არ წარმოუდგენია ჯერჯერობით, იმიტომ რომ მუშაობთ სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამ კუთხით და ნებისმიერი რეფორმა იქნება მხოლოდ მიმართული იმისკენ, რომ დევნილების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მათი მდგომარეობა იყოს უფრო უკეთესი და მათთვის მისაღები.